კარგია ნოემბერია და ძალიან კარგია მინდებია რატო რაღაც დღე ძალიან აქტიურად დავიწყე ახლა წავალ გავიკეთებ მაჩას რადგან მაჩა საკმაოდ დიდი ხანია სხვათა შორის დილით მაჩა არ დამილევია ხო და ახლა ვარ იმის ხასიათზე რომ დილით დავლიო მაჩა და რაც შეეხება მე ბოლო ვიდეოში ვიყავი ცოტა მოწყენილი მაგრამ ეგ რაღაცები ცოტა გადავაგორე და შედარებით უკეთ ვარ და ბევრად კარგ ხასიათზე ვარ და ბევრად უკეთესად ვაკეთებ ყველაფერს. ხო და კომენტარებს რომ მიწერთ ხოლმე ძალიან შემოვნებს და ძალიან დიდი მადლობა მართლა. დილით რომ დღეს იწყებ რაღაცნაირად ცოტა მხიარული მუსიკით. ეგ ძალიან ბევრ ამას ნიშნავს და ყოველი დილა ცოტა ისეთი გიჟური მხიარული მუსიკით უნდა დაიწყო რა შემდეგ გახალისდე და რაღაცნაირად შენს ენერგიით აივსო. Yes. ასევე ნაკლები დრო მინდა რომ დავუთმო TikTok-ს და Instagram-ს. რაც იმედი მაქვს რომ გამომივა მიუხედავად იმისა რომ Instagram-ზე სტორიების ატვირთა მიყვარს ძალიან და ვინც მომყვებით დაინახავთ რომ ძალიან ბევრ სტორიებს ტვირთავ და არ მინდა რომ ესე გავაკეთო და მინდა შევამცირო. ჩემი Instagram-ზე გატარებული დროის რაოდენობა და ამავდროულად სტორიების რაოდენობაც დავნახოთ. Let's see. უბრალოდ ძალიან ლამაზია. და ძალიან გემრიელია თან. ზოგჯერ უბრალოდ გინდა რომ საწოლზე წამოწვე და ჭერს უყურო, არაფერი გააკეთო, სხვა და მართლა საათობით იწვე ეგრე.
ამ წუთასთან ჩემს ოთახში ანათებს მზე და ისეთი ლამაზია ვიდეოში არ ჩანს, მაგრამ ძალიან ლამაზად ანათებს. მიყვარს ჩემს ოთახში რომ შემოდის ხოლმე მზის სხივები, რაღაცნაირი ენერგია შემოაქვს ამ მზის სხივებს. რა თქმა უნდა, როგორც მემართება ხოლმე ზოგჯერ დილით ნორმალურად გავღვიძე, მეტყობოდა კიდეც ნორმალურად, მაგრამ შემდეგ უცებ დავიწყე რაღაცებზე ფიქრი და მომენტალურად ამიტყდა ტირილი. ხოდა იმის მერე ცოტა ეგეთ ხასიათზე ვარ მოვიწყინე. მაგრამ სხვათა შორის ტირილი ცუდი არ არის. ყოველ შემთხვევაში მე ეგრე ვარ ხოლმე, რომ როდესაც ვტირი და ამ ტირილის დროს რაღაცებზე ვფიქრობ, ეს ნეგატიური ენერგია თითქოს ჩემგან თავისუფლდება და რაღაცნაირად გამოდის და ვიცლები ამ ყველაფრისგან. ხოდა ტირილი არის ყოველთვის ცუდი ადამიანებს, ზოგჯერ გვჭირდება, რომ ვიტიროთ რაღაცისგან, რომ გავთავისუფლდეთ და რაღაც რომ მოგვეშვას. რაღაცნაირად ისე ცუდად ვიგრძენი თავი. არსებობს კიდეც რაღაც მიზეზები, რის გამოც ცოტათი ესე მოწყენილად გვგრძნობ თავს, მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, როდესაც შენს თავში გაქვს კითხვის ნიშნები, როდესაც იღვიძებ მაგალითად და საერთოდ არ იცი რატომ ხარ ცუდ ხასიათზე. ყველაზე ცუდი ის არის, როდესაც არ იცი რატომ ხარ ცუდად. სჯობს რომ იცოდე მიზეზი აი მომენტში რატომ ხარ ცუდად, ვიდრე იყო მუდმივ გაურკვევლობაში. მე ზუსტად ეგ მჭირს, რომ საერთოდ არ მიჭირდება მიზეზი რომ ვიყო ცუდად, ანუ არ არსებობს მიზეზი რომ ვიყო ცუდად. ეგ არის ჩემი ცხოვრების ალბათ ერთ-ერთი ძალიან დიდი გამოწვევა, რომ ჩემი გრძნობები, ჩემი ფიქრები, ჩემი რაღაცები არ მასვენებენ და მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა საერთოდ არ არსებობდეს და ხშირ შემთხვევაში ეგრე არის ხოლმე, არ არსებობს მიზეზი რომ თავი ცუდად ვიგრძნო, მაინც თავს ვგრძნობ ცუდად და ეს ყველაფერი ისე მოულოდნელად დამატყდება ხოლმე თავს, რომ არ ვიცი, აი მოწმენდილცაზე საერთოდ უცებ როგორც დღეს უცებ დილით ნორმალურ ხასიათზე გაიღვიძებ, რაღაცნაირად ყველაფერი გიხარია, მაგრამ ეს ყველაფერი წამში ტრიალდება და წამში იცვლება. ამის შემდეგ შეგაქვს ყველაფერში საერთოდ ეჭვი. ასე რა ვარ ხოლმე და ვერ გამოვდივარ. Oh my god, what's wrong with me? ვერ ვჩერდები უბრალოდ თირდა. ალბათ ადამიანებმაც იქონიეს გარკვეულწილად ბოლო პერიოდში გავლენა. ზოგჯერ მგონია ხოლმე, რომ სამყაროში ყველაზე სენსიტიური ადამიანი ვარ და ყველაფერს გაათმაგებულად გრძნობ ოღონდ მართლა. ეგ თან კარგია, თან ცუდია. თან მომწონს ეგ თვისება ჩემში. ალბათ იმის გამოც, რომ როდესაც შენ რაღაცებს უფრო მძაფრად გრძნობ სხვა ადამიანებს, შემდეგ არ ეწყენინებ და სხვა ადამიანებს ისე არ მოექცევი, როგორც მე არ მინდა რომ მომექცნენ და ზოგადად ყოველთვის ეგრე ვიქცევი ხოლმე. ეგ თვისება ყველაზე მეტად მიყვარს ჩემში, რომ არ მოვექცევი სხვებს ისე, როგორც მე არ მინდა რომ მომექცნენ. მაგრამ ეგ შემდეგ მე თვითონ ცუდად მიბრუნდება ხოლმე, იმიტომ რომ ჩემზე არავინ არ სწრონავს. იმიტომ რომ შენზე არავინ არ იფიქრებს ეგრე. ყოველთვის, როდესაც ასე გრძნობ ხოლმე თავს და არის მომენტები, როდესაც უფრო მეტად ცუდად ხარ ვიდრე სხვა დროს ხოლმე და ძალიან მალე ვლახავ ხოლმე ამ პერიოდს ერთ საათში რომ ვიტირებ, შემდეგ უკვე ძალიან მომეშვება ხოლმე ყველაფერი და კარგად გრძნობ თავს, მაგრამ მე დღეს უკვე ვატყობ, რომ ესე არ იქნება. ხოდა ასე რომ ვარ ხოლმე, ყოველთვის მინდა რომ უბრალოდ მშობლებთან წავიდე და მათთან ერთად გავატარო დრო სრულ სიმშვიდეს და სიწყნარაში. მშობლებთან როცა ხარ, ყველაზე დაცულად გრძნობ თავს და ყველაზე მშვიდად. მათთან ერთად როცა ხარ, თითქოს ისევ ის
პატარა გოგონა ხარ საერთოდ არანაირი დარდი რო არ გააჩნია და ცხოვრება ბევრად ლამაზი როა. რაღაცნაირი ვარდისფერი ყვავილებით სავსე. და ახლა ზუსტად ეგ მჭირდება, რომ მათ გვერდით ვიყო და მათი ყველაზე რაღაცნაირი თბილი მზერა შევიგრძნო. სამყაროში არ არსებობენ ადამიანები, რომლებიც გვერდში ისე დაგებიან, როგორც ოჯახის წევრები და ოჯახის წევრები არიან ყველაზე ფასეული ადამიანები. უბრალოდ არავინ ისი არ გაგიგებს, როგორც ოჯახის წევრი, არავინ ისი არ დაგეხმარება, როგორც ოჯახის წევრი და ვერავინ ვერასდროს ვერ შეცვლის მათ. საერთოდ ვერავინ. ასე რომ, ხო, შესაძლოა სწორედ ეგ მჭირდება, რომ ცოტა ხანი ამ გარემოს მოვუწყდე და ბევრად უფრო შვიდ ადგილას გადავიდა 1-2 დღით მაინც ან 3 დღით და ეგ ზუსტად ვიცი, რომ ძალიან დამეხმარება ჩემს ყველაზე განსაკუთრებულ ადამიანებთან ერთად ყოფნა. და ხო, იმედია ყველაფერი იქნება კარგად. იმედია არა, იქნება. ყველას გვაქვს ხოლმე ესეთი მომენტები. მე განსაკუთრებით ხშირად. მაგრამ არა უშავს ეგეც ჩვენი ნაწილია, რომელიც უნდა მივიღოთ. და შემდეგ ბევრად უფრო გამარტივდება ყველაფერი. ყოველთვის მაქვს ხოლმე ის მომენტი, რომ არასდროს არ ვიცი რა ვჭამო. არასდროს. და ჩემი მაცივარიც არის ხოლმე სულ სარიელი. ან როდესაც სარიელი არ არის ის რაღაცები ზუსტად მაშინ არ მინდა. და რადიკალურად სხვა რაღაცები მინდება. დღეს არაფერი მიჭამია საერთოდ და არ ვიცი რა მინდა, ან რა ვჭამო კონზე არ ვარ. თან რაღაც მინდა რომ ვჭამო. და ყოველთვის შემდეგ ან კოკა-კოლას ვსვამ, ზეროს რა თქმა უნდა, ან კიდევ წყალს, რაც ძალიან ცუდია. მინერალურ წყალზე ვგიჟდები. მართლა. მაჩახო არ გავიკეთო ისე. დიდი მადლობა რომ მიყურეთ და გავიწყდეთ არხის გამოწერა. იმედი მაქვს არ დაგასევდიანით ამ ცოტა ძალიან ემოციური და ზედიანი ვლოგით. რაღაც ცუდს შემდეგ მოყვება ხოლმე რაღაც ძალიან კარგი. ასე რომ ხო. რომ დაგემშვიდობებით და კოცნით ძალიან ბევრს და მადლობა თქვენ ვინც მუდმივად მიყურებთ.